2024 წელს ქართულ საავტომობილო რეალობას კიდევ ერთი ახალი ბრენდი შეემატა. ეს არის Chevrolet, რომლის ოფიციალური ცენტრიც გაიხსნა დავით აღმაშენებლის ხეივნის 188 ნომერში. Chevrolet არის ძალიან ცნობილი ამერიკული ბრენდი, რომელსაც აქვს საუკუნეზე მეტი ისტორია. 100 წელზე მეტია Chevrolet აწარმოებს ავტომობილებს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდება. ჩვენ რა თქმა უნდა დავინტერესდით, თუ როგორია მათი შოურუმი, რა მოდელები ხავთ წარმოდგენილი ახლა, რა ფასებში და რას აპირებენ მომავალში. მოდი ახლა ვნახოთ, რა ხდება Chevrolet-ის შოურუმში. პირველ რიგში გავესაუბროთ Chevrolet ცენტრის გაყიდვების კოორდინატორს ნუნუკა შეყრილაძეს. მოგესალმები შაკო. სალამი. პირველ რიგში გილოცავთ ამ შვენიერ შოურუმს. Chevrolet არის ჩემთვის ძალიან ახლო ბრენდი, მეც მყავდა და ზოგადად ბევრ ავტომოყვარულს უყვარს. ეს ბრენდი არის ძალიან ცნობილი, დიდი ისტორიის მქონე ბრენდი. მიხარია რომ საქართველოში არის უკვე და ჩვენი მისიაა დღეს რომ გავიგოთ რა მოდელები გყავთ ამჟამად, რას აპირებთ მომავალში, რა ფასებში გყავთ და ასევე ჩვენი მისია რომ ერთ-ერთი რომელიმე ავტომობილი გავიცნოთ ჯერ ჩვენ და მე გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო. ამით დავიწყოთ. 2024 წელს Strada Motors-მა და General Motors-მა გააფორმა ორმხრივი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც კომპანია Strada Motors-ი გახდა ოფიციალური დილერი საქართველოში Chevrolet-ი. მოგიხსენებათ, დილერობა გულისხმობს ბევრი სტანდარტის დაკმაყოფილებას, როგორც შოურუმის ნაწილი, ასევე ოფიციალური სერვის ცენტრის ნაწილი, ეს იქნება კომპიუტერული დიაგნოსტიკა, ორიგინალური ნაწილები თუ სხვა მომსახურება და ჩვენი კომპანია სრულად უზრუნველყოფს ყველა იმ მომსახურებას, რაც ავტომობილს სჭირდება სრულყოფილი სერვისის კუთხით. ხო, აქ აუცილებლად ვთქვათ ისიც, რომ Strada Motors-ი არ არის ახალი კომპანია საქართველოში. მე მგონი 15-16 წელია რაც ოპერებს და წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორებიც არის Fiat, Alfa Romeo, Jeep, Dodge, Ram და ეხლა უკვე Chevrolet. რა მოდელები გყავთ ახლა? და რას გეგმავთ უახლოეს მომავალში, იმიტომ რომ Chevrolet ძალიან ბევრი საინტერესო მოდელი აქვს. ნამდვილად, ამ დროისთვის ბიუჯეტური ხაზი ყავს წარმოდგენილი. კარგი დასაწყისია. დიახ, ნამდვილად, ეს გახლავთ SUV კლასის Jeep Tracker-ი, დახვეწილი დიზაინის სედანი Onix-ი და ძალიან ბიუჯეტური Cobalt-ი, რომელიც ორგანიზაციებისთვის ნამდვილი მისწრებაა. და აქვე ვიტყვი რომ სამოდელო რიგის გაფართოება იგეგმება, რა თქმა უნდა, და გვემატება ისეთი მნიშვნელოვანი მოდელები, როგორიც არის Captiva, Equinox-ი, Traverse-ი და ძალიან მოთხოვნადი Tahoe. ჩვენს მომხმარებლებს ექნებათ საშუალება, რომ ნამდვილი ამერიკული ხარისხი შეიგრძნონ Chevrolet-თან ერთად. კამაროს ჩამოიყვანთ, რომ მომინდეს. ახლა მომავალში ყველაფერი იქნება. კამაროზე შემთხვევით არ მიკითხავ, ჩემთვის ძალიან ერთ-ერთი საყვარელი მოდელია, ისე როგორც ბევრი ჩემნაირისთვის, მაგრამ დაუბრუნდეთ ამ რეალობას, რაც ახლა გყავთ და ალბათ ყველა საინტერესო იქნება, რომ გავაკეთოთ ტრეკერის წარდგენა, იმიტომ რომ SUV-ა ყველაზე მოთხოვნად კლასს წარმოადგენს და ალბათ ჩემთვის მაგალითად ყველა საინტერესო მოდელი იქნება, მათ შორის რაც დღეს გყავთ და გითხარით რა ფასი აქვს, როგორია მისი გარანტია და ზოგადად რამდენად მოთხოვნადია უკვე, იმიტომ რომ ძალიან ახალი გახსნილებიც არ ხართ. სექტემბრიდან უკვე გახსნილია Chevrolet-ზე. გარანტია ვრცელდება ავტომობილზე 3 წელი ან 100,000 კილომეტრი და ავტომობილის ღირებულება შეადგენს $21,900, ეკვივალენტი ლარში. რა თქმა უნდა, გვაქვს განვადება, საბანკო განვადება 6 წლის ვადით და მომხმარებელს შეუძლია ასევე ტრეიდინგ ისარგებლოს თავისთავად. ეს არის ძველი ავტომობილის ახლით ჩანაცვლება და საბანკო განვადების დროს ჩაბარებული ავტომობილი გეთვლებათ თანამონაწილეობად. ნებისმიერი მარკის და ნებისმიერი ხაზგასმით ვიტყვი, რომ ნებისმიერი მარკის და წლოვანების ავტომობილი შეუძლია რომ ჩაგვაბაროს საბაზრო ღირებულებით. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა ტრეიდინგ და მე თვითონ ყველა
მანქანას იბარებთ, მაგრამ ყველა საინტერესოს მაინც ფასი. დაახლოებით რა ფასში შეიძლება ჩააბაროს თავისი მანქანა და მოდი ჩემი მანქანის მაგალითზე უბრალოდ გავიაზროთ უხეშად, მაგალითად რამდენად ჩაიბარებდით ჩემს Fiat 500, რომელიც არის 2012 წლიანი, გარბენი აქვს 105,000 კილომეტრი. სპორტია. იქიდან გამომდინარე, რომ გარბენი ნორმალური აქვს და ალბათ სერიოზული დაზიანებაც არ აქვს. ნუ უხეშად რომ გითხრათ, 4-დან 5,000 დოლარამდე მერყეობს საბაზრო ღირებულების და ნორმალური ფასია. 5-ზე მეტად ალბათ ვერც გავყიდი რა მომინდეს. გასაგებია, მშვენიერი. ახლა ის დროა რომ მე მგონი ტრეკერი უნდა წავიყვანოთ და ბევრი თუ ცოტა ვიაროთ და მე უკვე გავაცნოთ ხალხს როგორი ავტომობილია. დარწმუნებული ვარ, სასიამოვნო ჩაივლის ტესტ-დრაივი. მადლობა. მადლობა სტუმრებისთვის. დროებით. მაშასე გამოვიყვანეთ ცენტრიდან ახალი Chevrolet ტრეკერი და მოდით ჯერ დავაკვირდეთ რა მანქანაა, რა ზომა წონისაა და საერთოდ რას წარმოადგენს ეს ავტომობილი. ეს არის ყველაზე კომპაქტური SUV, ყველაზე კომპაქტური crossover-ი, რომელიც შეიძლება შემოგთავაზოთ Chevrolet დღესდღეობით. ტრეკერი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, იმიტომ რომ წარმოადგენს კომპაქტური SUV-ის კლასს. ამ შემთხვევაში გვყავს 1 და 2 ლიტრი მოცულობის ძრავი, თუმცა ეს არის turbo 132 ცხენის ძალით. ძრავი არის 3 ცილინდრიანი. ეს 3 ცილინდრიანი ნიშნავს პირველ რიგში იმას, რომ უნდა იყოს წესით ეკონომიური. ქარხნულად ოფიციალურად უწერია ქალაქში წვა დაახლოებით 8 ლიტრი, შერეული უწერია 6.5 და ქალაქგარეთ 5.5. ჩვენ ამას გადავამოწმებთ და უკვე ვიდეოს ბოლოს გეტყვით რა არის მისი შერეული წვა, მაგრამ სანამ ამ ყველაფერს დავიწყებდეთ, ერთი რამ მინდა კიდევ გითხრათ. ავტომობილი არის საკმაოდ მსუბუქი. 1350 კილოგრამს იწონის. ანუ ტონა ნახევარიც კი არ არის აი ეს კომპაქტური crossover-ი. ეს წესით დაეხმარება იმაში, რომ იყოს ეკონომიური და იყოს ახლოს მის ქარხნულ დაპირებასთან, თუმცა აი ისევ საწვავის ხარჯს დაუბრუნდი და ჯობია ამაზე ბოლოს ვილაპარაკოთ. იმისათვის რომ ტრეკერის ზომა კიდევ უფრო უკეთესად გაიაზროთ, მოდი ცოტა ციფრებზეც ვილაპარაკოთ. მისი სიგრძე არის 4 მეტრი და 27 სანტიმეტრი, ხოლო თვლების ბაზა 2 მეტრ ნახევარი. კლირენსი აქვს 161 მილიმეტრი. თუმცა ვიზუალურად ალბათ უკეთესად აღიქვამთ მის კლირენსს. რატომ გაუსვი ამას ხაზი? მანქანა არის წინაამძრავიანი, მანქანა არის საკმაოდ მსუბუქი და რა კი არ არის 4-4-ზე, მაინც შეგიძლიათ გქონდეთ იმის იმედი, რომ თოლში კარგი ზამთრის საბურავებით საკმაოდ შორს წახვალთ. მოკლედ ეს არ არის ოფროუდერი და ამით ოფროუდზე არ წახვალთ და ვერც წახვალთ, მაგრამ თავისი სიმსუბუქიდან გამომდინარე, კარგი ზამთრის საბურავებით შეიძლება საკმაოდ შორს წახვიდეთ თოლში. მოდი შევხედოთ უკნიდანაც. ვიზუალი არის საკმაოდ სადა, არ არის გადატვირთული. ფარები გადმოდის უკანა კარზე, მაგრამ არ კრავს აი წრეს ხაზი რომ აქვთ ხოლმე თანამედროვე ავტომობილებს, თუმცა ეს ცუდი შეიძლება არც არის, იმიტომ რომ Chevrolet-ს ლოგო აქვს აქ ძალიან ეფექტურად და ზოგადად ეფექტურად გამოიყურება Chevrolet-ს ლოგო. პრემიერი ნიშნავს კომპლექტაციას და ერთ-ერთი საუკეთესო კომპლექტაციაა აღჭურვაანუ და აქვე გვაწერია turbo-ც, რომ ვიცოდეთ რომ ეს მანქანა არის ტურბირებული ძრავით. ხო, აი აქ აქვს ესეთი პლასტმასის ვიზუალიზაცია. დამცავს ნაკლებად უწოდებთ, SUV-ისთვის ვიზუალიზაცია ასეთი დამახასიათებელია და ბარემ ავხადოთ საბარგულიც, რომელიც ელექტრონული არ არის, მაგრამ ადის საკმაოდ მაღლა. 390 ლიტრია მისი საბარგულის მინიმალური მოცულობა, მაქსიმალური კი 1311 თუ კი უკანა სავარძლების საზურგეებს გადავწევთ. მეტი აქ სათქმელი არაფერია, ქვემოთაც აქვს თავისი სათავსო, სათადარიგო საბურავი, იქაც ბევრი ამის მოთავსება შეიძლება. მარტივად არის ყველაფერი გადაწყვეტილი. კარგი, დავხუროთ. სადა აქვს ხელის მოსაკიდებელი? არა აქვს. აი, შიგნით ქონია. წავედით. ნახოთ რა ხდება Chevrolet ტრეკერის სალონში, როგორია მისი ინტერიერი. ზღოლის სამუშაო მაგიდა და ასე შემდეგ. პირველი შთაბეჭდილება ვიზუალურად
ყველაფერი კარგად არის. მეტიც კარგზე უკეთესად, თუ შეიძლება რომ ესე ითქვას. საჭე მულტიფუნქციური ღილაკებით, აუდიო სისტემა, კრუიზ კონტროლი და ასე შემდეგ, რაც ჩვენ პრინციპში ვიცით ბევრი მანქანიდან. საჭის რეგულირების დიაპაზონი ცუდი არ არის, რეგულირდება როგორც სიმაღლეში, ისე სიღრმეშიც. ბატონო, მულტიმედია ეკრანი, სენსორული არის 8 დუიმიანი. ცხადია აქვს Bluetooth-ი, ტელეფონი უკავშირდება ძალიან სწრაფად, აქვს Android Auto, Apple CarPlay, დიდი არ არის, მაგრამ ყარაძის ვიზუალურად კარგია, ფუნქციურია. მეტი ეკრანზე არ ვიცი რა ვთქვა, იმიტომ რომ გადატვირთული რაღაც ფუნქციებით არ არის, დიდი აიკონები, რომ ადვილად მართვის დროს ადვილად მიწვდე ხელით და რაღაცა სხვა რამეზე არ დაგეჭიროს, ეს ძალიან კარგია. შენარჩუნებულია ჰაპტიკური ღილაკებიც, აქ ხმის სამწევ-დამწევი, აუდიოს გადართვა, გადმორთვა, ტელეფონის ღილაკიც აქ ქვია, მაინც არის ჰაპტიკური ღილაკი, 1 2 3 4 5 ღილაკი. ქვემოთ არის უკვე კლიმატის განყოფილება, რა თქმა უნდა, კლიმატ კონტროლიც აქვს, აქვს სავარძლების გათბობა, წინაც და უკანაც. აქვს USB პორტი, USB-C პორტი. არ არის რაც უფრო თანამედროვეა, მაგრამ არის USB პორტი ჩვეულებრივი, უკანაც 2 ცალი. ის რაც Chevrolet Tracker-ის სალონში განსაკუთრებით მომეწონა არის მისი ხილვადობა. აქვს ძალიან კარგი ხილვადობა, ზუსტად ისეთი როგორიც უნდა ჰქონდეს SUV-ს, crossover-ს, გნებავთ კომპაქტურს, გნებავთ დიდს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამ კლასის ავტომობილს მართავ. კარგად ხედავ ყველაფერს. მე უკვე ვიცი რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ეს მოეწონება განსაკუთრებით ქალბატონებს, მოეწონებათ კარგი ხილვადობა SUV კლასის ავტომობილიდან. სავარძლები არის საკმაოდ კარგი, რეგულირდება ელექტრონულად, მე ახლა ყველაზე დაბალ პოზიციაზე მაქვს შაწეული. დიაპაზონი საკმაოდ დიდია და ესე როდესაც ამ მანქანას მართავ, საჭესაც რომ მოირგებ, კომფორტულად მართავ. მისი მართვა არის საკმაოდ კომფორტული. ხო, ხმის იზოლაცია. ამაზე მინდოდა მეთქვა აუცილებლად. ვისურვებდი რომ ხმის იზოლაცია იყოს უკეთესი. გავითვალისწინოთ ისიც რომ კი ბატონო ბიუჯეტურია, არ ღირს ძვირი, ეს არ არის ამ მანქანას არ აქვს პრეტენზია რომ იყოს პრემიუმ კლასის წარმომადგენელი, არის მისაღებ ფასად, ხელმისაწვდომი ესე ითვლება ყოველ შემთხვევაში ეს ფასი და მე ვისურვებდი რომ ხმის იზოლაცია ყოფილიყო უკეთესი. შემოდის ხმები. არა რაღაცა ისე რომ ეხლა რაღაცა შევიწუხდეთ და ვერ ვიაროთ, რა თქმა უნდა ეგრე არ არის, მაგრამ ვფიქრობ რომ უკეთესი სურვილს ტოვებს. აი ესე შემიძლია გავაკეთო ამის ფორმულირება. ძრავის ხმაც შემოდის, თუმცა მე ძრავის ხმა ყოველთვის მიყვარს, შემოვიდეს, ეგ არ არის პრობლემა. ასევე მინდა გესაუბროთ ამ მანქანის აღჭურვილობაზეც, იმიტომ რომ როდესაც ბიუჯეტურ SUV-ზე გვაქვს საუბარი, იქ ყოველთვის მნიშვნელოვანია რა კომპლექტაცია, რა აქვს და რა შეიძლება რომ არ ჰქონდეს კონკურენტებთან შედარებით. 6 airbag-ი, 6 უსაფრთხოების ბალიში ავტომობილში ეს უკვე კარგია. წვიმის სენსორი ამ ფასში საკმაოდ კარგი რამ არის. გაფრთხილება წინ შეჯახებისას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ელექტრონული პანორამული ლუკი ცხადია. აღმართზე ასვლის დამხმარე სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია. უსაფრთხოებისთვის ძალიან კარგი რამ არის ავტომატური დამუხრუჭების სისტემა, ბრმა წერტილების მონიტორინგი, ცხადია უკანახების კამერაც, ნახევრად ავტომატური პარკირება, რომელსაც ჩვენ გამოვცდით და გაჩვენებთ. ეს ყველაფერი რომ აქვს უკვე ძალიან კარგია და მოკლედ არის საკმაოდ ისეთი აღჭურვა, რაც ამ ფასში ხშირად ესე არ არის ხოლმე. ბევრი რამე აქვს ამ მანქანას, მათ შორის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ეს რა თქმა უნდა ნახევრად ავტომატური პარკირება, რომელსაც აუცილებლად გაჩვენებთ. კარგი, უკვე ის დროა რომ დავიძრა და ვისაუბრო იმაზე, როგორ დადის ჩვენი Chevrolet Tracker-ი. ჩვენი არა. Chevrolet Tracker-ი. წავედით, კი ბატონო. დავიწყოთ იმით, რომ Tracker-ი Chevrolet Sense-ში არის წარმოდგენილი 1 და 2 ლიტრი მოცულობის ტურბო ძრავით. ეს არის ტურბო. არის 3 ცილინდრიანი აგრეგატი. 122 ცხენის ძალა, 190 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი. აბა ვნახოთ ახლა ჯერ დაღმართში მივდივარ, ჩემთვის საინტერესო იქნება აღმართი, რომელსაც უახლოვდებით. და ვნახოთ 3 ცილინდრიანი ძრავა რამდენად კარგია ამ მანქანისთვის. ეს ძრავის ხმა შემოდის საკმაოდ კარგად. არა, საკმარისია. სიმძლავრე არის საკმარისი. ესეთ აღმართში ძალიან დატვირთული თუ იქნები, რა თქმა უნდა შეიძლება მოისაკლისო, მაგრამ 3 ცილინდრიანი ძრავა პირველ რიგში ნიშნავს ეკონომიურობას და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საწვავის ხარჯი იქნება იმაზე ნაკლები ვიდრე
ვთქვათ, წარმოგვიდგენია. სხვათა შორის ძალიან რბილია მოხვევა. რა თქმა უნდა, შესაბამისად არ არის სპორტული მოხვევა და არ არის ძალიან გზნობიარე, მაგრამ არის ძალიან რბილი, ძალიან რბილი. ეს მართლა კაია. კარგია ვისთვის, ანუ ვისაც უნდა crossover-ი, რომელთაც გადაადგილდება მშვიდად, წყნარად, ყველანაირი ზედმეტი სპორტულობის გარეშე, აბა კიდე ერთხელ მივაჭიროთ. არა, ძრავასთან და კოლოფთან არ გვაქვს კითხვის ნიშნები. ჩვენ გვითხეს, რომ მობრუნების რადიუსი აქვს ძალიან კარგიო და მოდი აი აქვე გავსინჯოთ მობრუნების რადიუსი. ძალიან ვიწრო გზაა და ვნახოთ. ზოგადად წინაამძრავიან ავტომობილებში მობრუნების რადიუსი კარგი იქნებოდა დაგვეთვალა მეტრობით, მაგრამ ახლა ამის საშუალება არ არის. ნორმალური მობრუნების რადიუსი აქვს, ახლა ვერ ვიტყვი რაღაც სასწაული, მაგრამ ამ ზომის SUV-ებში, წინაამძრავიანებში მე უარესიც მინახავს ბევრად. მართლა კარგი მობრუნების რადიუსია. მოხვევა არის რბილი, როგორც გითხარით. საგზნობლად რბილი, აი ყველა მიხთან და რბილად უხვევს. გზნობიარეც არის, ახლა პრინციპში მე წეგან ცოტა ზედმეტი კრიტიკა მომივიდა. ამანქანას გააჩნია რას ვთხოვთ ხო, ახლა ამას არ ვთხოვთ ჩვენ სპორტულობას. არის კარგი ხილვადობა და ესეთი რბილი მოხვევა, სასიამოვნო, ესეც ბევრს მოეწონება, ამაშიც დარწმუნებული ვარ. მარტივი გადაწყვეტილებები უყვარს Chevrolet-ს ბიუჯეტურ ავტომობილებში და ეს კარგია იმისთვის, რომ რაც უფრო მარტივია სისტემები, რაც უფრო ესეთი არ არის გადატვირთული, მით უფრო ნაკლები თავის ტკივილია გარკვეული დროის შემდეგ, ხო? გავა წლები და ბევრი არაფერი არ გაფუჭდება, თუ საერთოდ რამე გაფუჭდა, ცხადია რაღაცა გაფუჭდება, მაგრამ უფრო ნაკლები შანსია, რომ რაღაცები გამოვიდოს წყობრიდან და რაღაცა თავის ტკივილები გქონდეს, როდესაც სიმარტივია, როდესაც არ არის გადატვირთული რაღაცა, თუმცა აღჭურვა ამ მანქანას საკმაოდ კარგი აქვს, როგორც წეგანაც ვთქვი. კომპლექტაცია არის კარგი. მიუხედავად იმისა, რომ ტრეკერი არ არის სპორტული მანქანა და არ ვთხოვთ მას არანაირ ზედმეტ სპორტულობას, აიც მომინდა რომ ცოტა გავერთო და აბა ვნახოთ. ბოლომდე ჩავაჭირე ახლა. აჩქარება დაახლოებით ალბათ 0-დან 100-მდე, არ ვიცი 11 წამი. არ ჩამიხედია მაგ მონაცემებისთვის და რაღაც ეგრე წარმომიდგენია. აბა ვნახოთ. არა, კარგად უხვევს. ამ კლასის SUV-ისთვის და crossover-ისთვის, რომელიც არის წინაამძრავიანი, სულაც არ უხვევს ცუდად. ძრავა თავისი 6-საფეხურიანი გადაცემათა ავტომატური კოლოფით. არანაირი კითხვის ნიშნები. არ არის ცუდი. 3-ცილინდრიან ძრავაზე მაქვს ხალხო ლაპარაკი, არ დაგვავიწყდეს. ძრავა არის 3-ცილინდრიანი, on turbo, 1 და 2 turbo, 132 ცხენის ძალით და ვფიქრობ, რომ ძრავის შეჯამება რო გავაკეთო და კოლოფისაც არ მოისაკლისებს არავინ სიმძლავრეს რა. აი ამის თქმა მინდა თამამად. ძალიან ისეთი წარმოსადგენია უცებ 3-ცილინდრიანი ცოტა არ იყოს რაღაცა, მაგრამ არა, ტურბოა და თავის საქმეს გააკეთებს, არ გექნებათ იმის შეგრძნება, რომ რაღაცა სიმძლავრე გაკლიათ. მოდი ახლა გამოვცადოთ ნახევრად ავტომატური პარკირების სისტემა, რომელიც აქვს Chevrolet Tracker-ს. მარჯვნივ არის სივრცე, სადაც უნდა დაპარკინგდეს ავტომობილი, ვაგდებთ დრაივში, ვთავთ პარკირების ასისტენტს, პარალელური პარკინგი, მარჯვენა მხარეს უნდა მოძებნოს სივრცე და ვეძებთ ასე მივდივართ. ახლა უნდა იპოვოს წესით ის სივრცე, სადაც უნდა დავაპარკინგოთ. გავწდით ცოტა, აი აღმოაჩინა. კი ბატონო, გავჩერდით და კარნახობს ახლა მანქანა, ცოტა წინ უნდა წახვიდეო. წავედით, კი ბატონო, გაჩერდიო და ჩააგდე უკუსლაში. ჩავაგდეთ და ახლა უკვე საჭეს ხელს უშვებ, მხოლოდ ვარეგულირებთ სიჩქარეს. ძალიან სწრაფადაც რო არ მოხდეს და რო არ დავარტყათ. ავტომატურად იწყებს პარალელურ პარკინგს. აი ესე დაატრიალა საჭე. აი ახლა მომთხოვს, არაფერს აღარ მომთხოვს, თავისი დაატრიალებს მარცხნივ და ცოტა ხანში აი ეს რო შეივსება ეს ის არის, მერე უკვე მომთხოვს
გადატანას დრაივში, რომ წავიდეთ წინ, კი ბატონო, გაჩერდიო, გადამაქვს დრაივში. აიღო საჭე უკვე მარჯვნივ, ბოლომდე და ახლა უნდა წავიდეთ. აი ეს თავარი ეს რომ შეივსება, იქ უკვე უნდა გაჩერდე. აი, შეივსო, ახლა გაჩერდიო და ალბათ ისევ რევერსი, კი ბატონო, უნდა ჩავაგდოთ უკუსლაში ისევ დაატრიალა საჭე. ახლა რომ შეივსება. კი ბატონო, გაჩერდიო. ისევ წინ რომ სრულყოფილი პარკინგი გამოგვივიდეს. ისევ აიღო. გაასწორებს ახლა საჭეს და გაჩერდი და კომპლიტით კი ბატონო. დაპარკინგებული ავტომობილი. კარგია, როდესაც კიჩის პარკინგი არის პატარა სივრცე, აი ამას გამოიყენებ ძალიან კომფორტულად. შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ვიდეო. Chevrolet Tracker-ი. საშუალო საწვავის ხარჯი გამოგვივიდა 8.5 ლიტრი 100 კილომეტრზე. შერეული. ეს არის 9.5 ლიტრით მეტი, ვიდრე გვპირდებოდა ქარხანა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საკმაოდ აგრესიულადაც ვიარეთ, ეს არ არის ცუდი ხარჯი. 8.5 პრინციპში მისაღებია. 3 ცილინდრიანი ძრავა აქვს, 1 და 2 ტურბო. ამაზე ნაკლებსაც დააწვევინებთ თუ მოინდომებთ და მეტსაც პრინციპში, მაგრამ საშუალო გამოვიდა 8.5. ფასი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის $21,900 ეკვივალენტი ლარში და ეს არის ამ დროისთვის სპეციალური ფასი, ანუ ფასდაკლება და კარგი მომენტი იმისთვის, რომ თუ დაინტერესდებით Chevrolet Tracker-ით, მიხვიდეთ თქვენ თვითონ გატესტოთ და შემდგომ უკვე გადაწყვიტოთ გნებავთ თუ არა მისი შეძენა. მე კი დაველოდები იმ მოდელებსაც, რომლებსაც ასევე გვპირდება Chevrolet Centri, Chevrolet და ზოგადად General Motors ძალიან დიდი სამოდელო რიგი აქვს, ყავთ ლეგენდარული ავტომობილები და საინტერესო იქნება მათი ტესტ დრაივიც. დროებით